მოდით რადგან მამუკა ბადრი ვახსენეთ და ისედაც ძალიან აქტუალურია და ეხლა პოლიტპატიმრებს ეს პოლიტიკოსების ყველა ოპოზიციური ლიდერი ესე მამუკა დღიარ ვარდება ისე რომ ვიღაც ახალი ლიდერი არ დაიჭირონ და ანუ ეს ოპოზიცია თურმე მაინც აშინებთ და ჩვენ კი ვამბობთ რომ რაღაცა ოპოზიცია ისე არ მუშაობს როგორც საჭიროა მაგრამ ფაქტია რომ ოპოზიცია აღმოჩნდა ძალიან მტკიცე ძალიან პრინციპული და არავის ძალიან თავგანწირვის მაგალითები ინდივიდუალური თავგანწირვის მაგალითები არიან ამ ადამიანებმა და მე ძალიან ვამაყობ ამით და მადლობელი ვარ რა თქმა უნდა იმიტომ რომ შეუნა გახსოვდეთ ყოველთვის ვამბობდი ოპოზიცია არ უნდა ლანძღოს კი და არც არასდროს არ მილანძღოს სხვადასხვა ოპოზიცია არ ვთვლი მაგას სწორ ტაქტიკად ხო და არც იმას არ ვემხრობი რომ აი არ გჭირდება ჩვენ პოლიტიკოსები იმიტომ რომ პოლიტიკოსის სიტყვა რაც არ უნდა არ იყო ხო აი დღეს პოლიტიკოსების არის მნიშვნელოვანი ეს ერთობა სწორედ ოპოზიციის სამოქალაქო სახელოვნებო და საერთოდ აქტივიზმის აი ყველას ერთობა ქმნის მერე ამ მუხტს და რაც შეეხება მამუკას და ბადრის უბრალოდ მე მათთან მუშაობდი წლები და არ შემიძლია არ თქვა იგივე ანაკლიის პროექტი არ გავიხსენო იგივე ის რაც ხდებოდა თუნდაც ზუსტად 9 წლის წინ ზუსტად ივნისში როდესაც კაფსულა ჩავარდა ანაკლიის პროექტსა პორტის და რა ხდებოდა და როგორ რა ვიცი მთელი პოლიტელიტა იქ თავს როგორ უდრეკდა და ასე შემდეგ იყო ბორჯომი და ამ ადამიანს მართლა უამ რაღაც დიდი შესაძლებლობა და მერეც როდესაც თქვა პროექტი ჩაიშალა თუ თიბისა წასულიყვნენ საზღვარგარეთ უზრუნველად ეცხოვრა და არ შესულიყვნენ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში სადაც უზარმაზარი ენერგია თანხები ფინანსები ლანძღვა გინება გადავლა და ბოლოს ციხეც კი მე როგორც საბას ლაურიატს და ამ პროცესების ასევე შემყურეს თუ რა სახელოვნებო იგივე ზვიად რატიანი ვახსენეთ ზვიადით საბას ლაურიატია და რა ვიცი ბევრი ჩემი კოლეგა მე ძალიან მინდა ჩემი კოლეგებისგან უბრალოდ მხარდამჭერი ერთი სიტყვა მაინც მესმოდეს იმიტომ რომ საბა ნამდვილად იყო მთელი ამ პროცესების მოკლედ შემოქმედი და ჩვენი დიდი დამხრე მთელი წიგნის საგამომცემლო სექტორის და მოკლედ ჩვენ ბევრი მხრივ გვევალება ზოგადად ერთობა და მხარდაჭერა რაც შეეხება თვითონ აი ამ დღევანდელ დღეს და თქვენ რა მოლოდინი გაქვთ რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს და შემდეგ უკვე ვკითხოთ რასაც მოკლედ ამ 200 დღეს პროტესტის და მეც ვუყურებ მე ვიცი ჩვენ უკვე ვახსენეთ ეტაპები რომ აქ არის ასეთი ამპლიტუდა ზოგჯერ ეს პროტესტის მუხტი აიწევს განსაკუთრებით მაშინ როდესაც მას აქვს დრამატურგია როდესაც გვარბევდნენ გვწამლავდნენ ეს სხვა ისტორიული მომენტის განცდა მშიში აზელილი და სხვა რაღაც აფექტის მდგომარეობაში ხარ ამიტომ ვიყავით ბევრნი ახლა მაპატიოს ძალიან არაშება არა ესე ვთქვათ პოპულარულ ამას ვამბობ მაგრამ ცოტა პანაშვიდივით არის ეს ჩვენი ყოველდღიური რაღაცნაირად აი ძალიან სევდიანია უდრამატურგიო რაღაც მდორე მაგრამ ეს არის ამ დროს აი მის სიღრმეში ამ სიჩუმეში ჩვენ ძალიან დიდ მორალურ ცვეთაში ვართ უკვე წარმოუდგენელია 200 დღე აი ესეთი იმით იყო და უბრალოდ ეს არ შეცოტავდეს და მილევადი არ გახდეს მაგრამ ტრიგერები რომელსაც გვთავაზობს ოცნება პირდაპირ ყოველდღე იჭერს ადამიანებს ყოველდღე ხდება რაღაც კატასტროფა საშინელი კანონები არ ვიცი სიტყვის თავისუფლების აღკვეთა ჟურნალისტებზე თავდასხმა უკვე მონასიტყვი ჯარიმები ახლა იმ ხუთი ეს ხომ არის მუდმივად ბრაზის საგანი ეს ბრაზი ხომ არსად არ წასულა და ხალხის რაოდენობა არ შემცირებულა ვიზის ისიც ხომ ბრაზობს უბრალოდ ჩვენ გვჭირდება რაღაც დრამატურგი არ ვიცი უნდა დასხნენ ექსპერტები პოლიტიკოლოგები კრეატიული სფეროს წარმომადგენლები რომ ამ როგორ თქვა ამ აქციებს ერთი დიდი აქცია კი ბატონო უნდა იყოს ალბათ ორ კვირაში ერთხელ მაინც მაგრამ ამ ყოველდღიურ აქციებს რაღაც კონდეს თავისი მუხტი და ემოცია თუ იკარგება იქ მოდის სევდა და ჩაწუნა აი ლაინ აპი შეჩვევის პროცესზე ცეთაში აი ლაინ აპი პირველ როგორი განწყობა ქონდა და ხო აი დავასრულებ ახლა გუშინ ლაინაპს გადაუხედე საკონცერტო დარბაზების წარმოუდგენელი რამ ხდება ანუ ყველგან კონცერტია და თან ეს არის ჩვენი მომხრეები რა მოდით რა რუსთაველზე თქვენ მსმენელებით ერთად წამოდით გუშინ იყო ზვიად რატიანის რუსთაველზე ლექსების კითხვა აი ეგეთი რამები გვინდა ისეთი ემოციური იყო ისეთი უკვე არის რაღაც ამბავი და აი ამ
ამას ეს მინდა რომ გარდა იმისა რომ მივედი დავდექი და წავედი რაც ფრუსტრაციას იწვევს მივედი წავედი რაღაც ემოცია მივიღე და თუნდაც წავედი მაგრამ მაინც რაღაც ამბავი მქონდა ხვალინდელი დღის იმედი მომეცა და რაღაცნაირად ესე ჭირუსუფალივით არ ჩამოვჯექი და არ ვიძახე რომ ვაიმე რა ცუდია ვაიმე როგორ ცოტანი ვართ აი ეს ამბავი მინდა რომ რაღაცნაირად